ჩვენ სადაც ვიმყოფებით, ეს არის სოფელ სასახლეში მიმავალი გზა. ეს არის 2 კილომეტრი და 800. ამ ეტაპისთვის დღეს დაიგება 700 მეტრზე ბეტონის საფარი, რომელსაც საფოვნელი აკეთებს მშენებელი. ხარისხის მიჩერებია ძალიან კარგი ხარისხით არის და მალე სულ 10 დღეში დამთავრდება. ვიბრძვით იმისაც, რომ ისევ გაგრძელდეს ეს მშენებლობა და წელს აუცილებლად უნდა ავიდეს სოფელ სასახლეში სკოლამდე. შემდეგი მეორე მონაკვეთია შერგილაშვილის ზუბანი, ახლა დაიწყება უკვე ამის დამთავრების შემდეგ 350 მეტრზე დაიგება და ისიც წელს უნდა გაგრძელდეს და დამთავრდეს. სოფელში ბევრი რამ კეთდება, სოფლის პროექტები კიდევ გაგრძელებადია. სულ გვაქვს 50,000 ლარი ისევ ბეტონის შეზიდვა, სოფელ სასახლეში წყალსადენი უნდა გაკეთდეს 50 მოსახლეზე. ეს გზა, რომელზეც ჩვენ ახლა ვართ და ვიმყოფებით, აკავშირებს საზანოს სასახლეს, აკავშირებს ასევე ზედა საზანოში და გადადის 500 ოჯახამდე სარგებლობს ამ გზით და ყველაფერი გაკეთდება და ყველაფერი იმისაც, რომ ხარისხიანად გაკეთდეს, ყველაფერი გაკეთდეს ნორმალურად და მომავალ წელში უნდა გაკეთდეს სასახლე ტყლაბის მონაკვეთი აუცილებლად, ესე რომ სოფელი საზანო ერთ-ერთი ნორმალური ინფრასტრუქტურის ხრივ იქნება განვითარებული. მოვალეობა ჩვენი გამოვიდეთ, შევამოწმოთ თუ რა ხარვაზებით მიმდინარეობს მუშაობა, რა პროცესში არის, დარღვევები მივეთითება, მივცეთ და გამოსწორებული იქნას აღნიშნულ პროექტში და მივიღოთ. ამ ეტაპზე პროცესი მიმდინარეობს დადებითად, თითქმის შესრულებულია მუშაობის 20% და დაველოდებით ბოლომდე შესრულებას და მივიღებთ ჩვენ გადაწყვეტილებას ხარისხთან დაკავშირებით.